მოგესალმებით, ჩემო კარგებო, როგორ ხართ? დღეს გადავწყვიტე გაგიკეთოთ საჯარო გაშლა. რა სიახლეებს უნდა ელოდოთ პირად ცხოვრებაში? ვიცი რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირად ურთიერთობებზე გაშლა. ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო ეს გაშლა თქვენთვის. მე კი კლავ გთხოვთ თქვენ რომ გამოიწეროთ არხი და კომენტაროთ, თუ მოგეწონებათ მოიწონოთ გაშლა და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის კომენტარი ჩემთვის. რათა გავიგო რამდენად საჭიროა ჩემი გაშლები თქვენთვის. მე ამით ვიგებ რამდენად საჭიროა გაშლები თქვენთვის და რომელი გაშლები უფრო გჭირდებათ თქვენ. გაშლას გავაკეთებ ორ ვარიანტად. პირველ რიგში მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს, ძალიან მსიამოვნებს თქვენი პოზიტიური კომენტარები და მადლობა სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის თქვენ, რადგან ეს არხი ფუნქციონირებს და ვითარდება თქვენი დახმარებით, თქვენი გულშემატკივრობით და მე კიდევ ერთხელ მადლიერებას გამოვხატავ თქვენს მიმართ. თემას შეგახსენებთ, რა სიახლეს უნდა ელოდოთ პირად ცხოვრებაში, მაგრამ გავაკეთოთ ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. არჩევა რომ გაგიადვილოთ, გამოვიყენებ სიგნიფიკაციისთვის. პირველი იყოს ეს პროწეული, მეორე ეს ვარდისფერი ბურთულა. კონცენტრირდით აქ სასწაულს თქვენი ინტუიცია ახდენს. ამიტომ დახუჭეთ თვალები, მშვიდად ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და თვალს რომ გაახელთ, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავს, მხოლოდ ის იქნება თქვენი ვარიანტი. მოდით, გადავდოთ მეორე ვარიანტი და პირველებო, მოგესალმებით. ვინც აიჩიეთ პროწეული და ვნახოთ რა ურთიერთობაა, რა ურთიერთობაში ხართ ახლა. მეგობრებო, შეიძლება რაღაც გულის ტკივილი იყო თქვენს ურთიერთობაში, რაღაც იმედგაცრუება იყო თქვენს ურთიერთობაში და სწორედ ახლა ხართ აი იმ პოზიციაზე, როდესაც ახლა ტკივილებს იშუშებთ და ნელ-ნელა გამოდიხართ აი ამ სიტუაციიდან, მაგრამ ამავე დროს აკვირდებით სიტუაციას, დამკვირვებლის პოზიცია გიკავიათ და შორიდან ხართ დამკვირვებლის პოზიციაში, თუმცა აქ გვეწვია იმპერატრიცა ქალბატონები, რომლებიც საკმაოდ შემდგარი ქალბატონები ხართ, წარმატებული როგორც საკუთარ საქმეში, ასევე შეიძლება სულაც კარგი დედა ხართ, კარგი მეოჯახე ქალბატონი ხართ, საკმაოდ ლამაზი, მშვენიერი და თქვენ შესაძლებლობებს საკმაოდ კარგად აფასებთ და თვითშეფასებაც თავის ადგილზე გაქვთ, რაც ძალიან მახარებს მე. რა ურთიერთობაა ეს ურთიერთობა? მამაკაცი, რომელთანაც საკმაოდ დიდი მიჯაჭვულობა გაქვთ და
გინდათ გათავისუფლდეთ მისგან, რადგან აქ მოდის ისეთი ინფორმაცია, რომ თითქოს არ კმარად ის ემოციები, რასაც ეს ადამიანი გააძლევთ, უკვე მზად ხართ, რომ გახვიდეთ ამ ურთიერთობიდან, რადგან ეს მამაკაცი ვეღარ გაძლევთ იმას, რაც თქვენ გსურთ, თითქოს აღარ გაკმაყოფილებთ ის ემოციები, რასაც ეს მამაკაცი თქვენს მიმართ გამოხატავს. შეიძლება ეს აკრძალულ სიყვარულსაც ეხებოდეს, რომლისგანაც გინდათ გათავისუფლდეთ, მაგრამ ამას ვერ ახერხებთ. თითქოს უხილავი ჯაჭვებით ხართ ერთმანეთზე მიბმული და იგივე შემიძლია ვთქვა აი ამ მამაკაცზეც, თითქოს ეს ადამიანიც ძალიან ცდილობს, რომ თავი დააღწიოს აი ამ ურთიერთობას, მაგრამ ვერ ახერხებს. მოდი უშუალოდ ვნახოთ, თქვენ როგორ ხართ ამ ურთიერთობაში? თქვენ როგორ ხართ ამ ურთიერთობაში? გსურთ, მეგობრებო, რომ წინ წასულიყო, კიდევ განვითარებულიყო ეს ურთიერთობა, გსურთ ამ ადამიანთან ერთად თუნდაც რამოდენიმე დღე გამგზავრებულიყავით, ან განმარტოვებულიყავით, მაგრამ ეს ადამიანი ამაში ვერ გეხმარებათ. თითქოს მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ხართ, რომ წინ წავა ურთიერთობა, ახალ საფეხურზე გადავა, მუდმივად დაიღალეთ ამ მამაკაცის ლოდინით და მუდმივად დაიღალეთ მისი მერყეობით. თითქოს ეს ადამიანი მუდმივად არის აიწონა-დაიწონას პოზიციაში და ვერ გაგიგიათ რეალურად მისი ფიქრები, მისი გეგმები, რადგან თვითონაც არასტაბილურია აი ამ ურთიერთობაში და თქვენ გსურთ, რომ მისი აი ეს არასტაბილური ხასიათი გადაიყვანოთ ძალიან სტაბილურ მდგომარეობამდე მიიყვანოთ, მაგრამ თითქოს აი ეს არ გამოგივიდათ და ამიტომ ხართ ასე უკმაყოფილო აი ამ ურთიერთობით. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ამ ურთიერთობაში. მეგობრებო, ეს ადამიანი ცვლილებების მდგომარეობაშია. თითქოს შეიძლება ეს ადამიანი სადმე გაემგზავრა და წავიდა თუნდაც სხვა ქალაქში, თუნდაც აი ამ ცვლილებების გამო გადაწყვიტა წასულიყო სხვა ქვეყანაში, ან თუნდაც კომუნიკაცია გაეწყვიტა თქვენთან აი ამ ცვლილებების გამო, ახალი გზა აირჩია თითქოს აი ამ ადამიანმა და დაგეგმა, რომ აი ამ რადიკალური ცვლილებების გამო გასცლოდა სიტუაციას. მოდი ვნახოთ ახლა რა ცვლილებები იქნება თქვენს ურთიერთობაში. დრო შეგიძლიათ თვითონ მიუთითოთ და არაუმეტეს 3 თვე, მეგობრებო, გირჩევთ მე. რა ცვლილებები იქნება თქვენს ურთიერთობაში? მეგობრებო, საკმაოდ ძლიერი გულისტკენა და იმედგაცრუება, რადგან ვერ აიხდინეთ ის, რაც თქვენ გსურდათ ამ ურთიერთობაში. შეიძლება ერთ-ერთი თქვენგანი მანიპულირებდა, შეიძლება თვითონ ეს მამაკაცი მანიპულირებდა და მას სურდა მისი გეგმებით, მისი სურვილებით გემოქმედათ და მხოლოდ თავის თავზე იყო ორიენტირებული და თქვენ კიდევ აღარ გსურდათ მხოლოდ ეს მსუბუქი, მხოლოდ მსუბუქი შეხვედრები, რომელსაც განვითარება არ ქონდა და მე აქ ვერ მოგატყუებთ და უახლოეს 3 თვეში პერსპექტივას ვერ ვხედავ. კიდევ რა ცვლილებები იქნება?
კარმულია მეგობრებო ურთიერთობა და ეს დასასრულებელი უნდა დასრულებულიყო მეგობრებო. აქ იმუშავა კარმამ და აი ის ნგრევა ურთიერთობაში, ის ცვალებადობა და ცვლილება, რაც ახლა გაქვთ, ეს უნდა მომხდარიყო და რჩება თქვენთვის. რას გირჩევთ ტარო? მეგობრებო, ძალიან ბევრი ტვირთი გაქვთ აღებული საკუთარ თავზე. ძალიან შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს კისერი, ბეჭების ტკივილი, სახსრების ტკივილიც კი გაწუხებდეთ, რადგან ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად თქვენ ძალიან ბევრი იტვირთეთ და ახლა გირჩევთ ტარო თქვენ რომ გათავისუფლდეთ, განიკურნოთ აი ამ ტკივილისაგან, შეინარჩუნოთ ის, რაც გაქვთ, თუნდაც თქვენი სტაბილურობა, შეინარჩუნოთ, იფიქროთ თქვენს საქმეზე, ფინანსებზე, გადაერთად და ტარო გირჩევთ, რომ აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან და გამოდიხართ კიდეც აქ მიჩვენებს მე და თქვენთვის ძალიან კარგი იქნება მედიტაციები, მშვიდი მუსიკა, თუნდაც ძალიან მსუბუქი სასიამოვნო მანტრები და მასაჟი, აი რაც თქვენ რელაქს მოგანიჭებთ. ტარო გირჩევთ, რომ აი ეს ტვირთი მოიხსნათ და თქვენი რელაქსის მდგომარეობაში გადახვიდეთ. პირველებო, მე თქვენ წარმატებას გისურვებთ. მადლობა რომ იყავით ჩემთან. ძალიან მაგარი ადამიანები ხართ და მე მჯერა რომ თქვენ მოახერხებთ ამ რთული სიტუაციიდან გამოსვლას, რადგან ძალიან ძლიერები ხართ და წარმატებებს გისურვებთ. და ძალიან ველი მე თქვენს კომენტარებს. და მოგესალმებით მეორეებო, ვინც ვარდისფერი ურთულა ავირჩიეთ. რა ურთიერთობა? თქვენი ურთიერთობა. შეიძლება ოჯახს ვუყურებდეთ, ან თქვენს მეუღლეს ვუყურებდეთ. დაკანონებული ურთიერთობა იყოს, თუ ეს დაკანონებული ურთიერთობა არ არის მეგობრებო, ამ ურთიერთობაში ერთ-ერთი თქვენგანი თქვენ ხომ იცით რომ ჩვენს რეალობაში ადამიანები შემოდიან იმისთვის რომ ჩვენ განვითარდეთ, ახალ საფეხურზე ავიდეთ. ამიტომ ჩვენს ცხოვრებაში არა მხოლოდ პარტნიორები, ნებისმიერი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში შემოდის იმიტომ, რომ გავიაროთ გაკვეთილები, გაგვატარონ გაკვეთილები და ჩვენ მივაღწიოთ აი იმ სიმაღლეს, რაც ჩვენმა სულმა განვითარებისთვის უნდა გაიაროს. და თუ თქვენ ოჯახს არ უყურებთ, მაშინ გეტყვით, რომ ეს ის ურთიერთობა იყო, როდესაც ძალიან ბევრი რამ ისწავლეთ აი ამ ურთიერთობაში. ძალიან დიდი გაკვეთილი მიიღეთ. აქ მამაკაცი გვევლინება, შეიძლება სტრუქტურის წარმომადგენელი იყოს, ოფიციალურად მუშაობდეს ისეთ სტრუქტურაში, ძალოვან სტრუქტურაში, ან ძალიან მოწესრიგებული ადამიანი იყოს და დაკავებული იყოს თავისი საქმით, რომელიც ლიდერობისკენ არის ლიდერობისკენ მიისწრაფვის და შეიძლება აი გამარჯვებისკენ ისწრაფოდეს მუდმივად და არ გამობრიცხა ურთიერთობაში ეს ადამიანი იყო ლიდერი და მუდმივად თვითონ სურდა აქ ლიდერობა, თუმცა შეიძლება ცოტა ცივი ადამიანიც იყოს, მიუხედავად ამისა, ამ ურთიერთობაში იყო ვნება, იყო
დიდი მიზიდულობა ერთმანეთის მიმართ, მიუხედავად იმის, რომ ტრანსფორმაციებს გადიოდით და დიდ გაკვეთილებს. აქ იყო დიდი ვნება და ამ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა თქვენი დაპყრობის პირდაპირი მნიშვნელობით. რა ურთიერთობა? შეიძლება მეგობრებო, თქვენს რეალობაში სხვა მამაკაციც გამოჩნდა? აქ ორი მამაკაცია, რომელიც უცებ ძალიან ან მოგზაურობის დროს გაიძანით, ან ტრანსპორტში სადმე, ან თუნდაც ზოგადად გადაადგილების, ან ჩამოვიდა სხვა ქვეყნიდან ეს ადამიანი და თითქოს აი ესე უცებ, თუ ეს მეორე მამაკაცი შემოვიდა თქვენს ურთიერთობაში, ძალიან უცებ დაგახვიათ თაობრუ თავისი სიყვარულით. თუ ეს ასე არ არის, მეგობრებო, და აქ მეორე მამაკაცი არ არის, მაშინ გეტყვით, რომ ერთ-ერთი თქვენგანი შეიძლება გაემგზავრა სხვა ქვეყანაში. მოდი ვნახოთ თქვენ, მე რამოდენიმე ვარიანტს ვაჟღერებ, მეგობრებო, რადგან თქვენ ბევრნი ხართ და ორი ვარიანტი წარმოიდგინეთ ძალიან ცოტა ამდენი ადამიანისთვის. მე აქვე გეტყვით პირად კონსულტაციაზე, შეგიძლიათ მითითებულ ნომერზე დამიკავშირდეთ, WhatsApp-ზე მომწეროთ. კარგით, მეგობრებო, მოდი ვნახოთ თქვენ როგორ ხართ ამ ურთიერთობაში. მე მგონია, რომ მაინც მეუღლეები და ოჯახი უყურებთ და გარკვეულწილად აქ გადაწყვიტეთ გასვლა ურთიერთობიდან, ან რაღაც პაუზა გაქვთ ურთიერთობაში, რაღაც იყო, რამაც გული გატკინათ და ამის გამო შეიძლება გადაწყვიტეთ წასვლა ურთიერთობიდან, მაგრამ არ მოვრიცხავ, რომ ნამდვილად სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში ერთ-ერთი თქვენგანის წასვლა გახდა საჭირო, თუნდაც საქმის გამო და სწორედ ამიტომ დაცილდით და არა კონფლიქტის გამო და შეიძლება ეს იყოს მიზეზი. მოდი ვნახოთ თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი აი ამ ურთიერთობაში. მეგობრებო, თითქოს მგონია, რომ თქვენს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა, კონსენსუსამდე ვერ მიხვედით, დაგვიანდა. თქვენ მე მგონია, მეგობრებო, რომ თქვენ საუბარი დაგაგვიანდათ ერთმანეთში, თქვენ დაგაგვიანდათ და მუდმივად გადადეთ აი ის პრობლემები, რაც თქვენ შორის იყო და დროულად არ განიხილეთ, რამაც გამოიწვია ის კონფლიქტი და თქვენ საკმაოდ გაბრაზებული ხართ და აი ეს უკვე ცივი გონებით ძალიან ხისტად მიიღეთ გადაწყვეტილება და საკმაოდ ამ ურთიერთობამ საკმაოდ გაამკაცრა თქვენი ხასიათი. მოდი ვნახოთ მთავარი კითხვა, რა ცვლილებები იქნება თქვენს ურთიერთობაში? რა ცვლილებები იქნება თქვენს ურთიერთობაში? მეგობრებო, მიუხედავად იმის, რომ გაჩერებულია სიტუაცია და მიჩვენებს ამას, აუცილებლად ერთ-ერთი თქვენგანისგან რაღაც იმპულსი წამოვა, რომ ახალი გზა მონახოთ, ახალი გზა გამონახოთ და დაიწყოთ თავიდან. მე ასე მგონია, შეიძლება აქ იყოს შვილის თემაც და ზოგიერთ თქვენგანს მონდეს აი ეს შვილის გამო შეიძლება რაღაც იმპულსი გაჩნდეს, რომ მიხვდეთ, რომ უერთმანეთოთ არ შეგიძლიათ და კიდევ ერთხელ სცადოთ დაწყება.
თითქოს ერთ-ერთი თქვენგანის ეგო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია იმის გამო, რომ გაჩერდა სიტუაცია და სწორედ ამიტომ ერთ-ერთ თქვენგანს სურს, რომ განაახლოს ურთიერთობა. მოდი ნახოთ, რა ცვლილებები იქნება კიდევ თქვენს ურთიერთობაში. იქნება მეგობრებო ჯერჯერობით შორიდან თვალთვალი, ერთმანეთის ყურება სოციალურ ქსელში თუ რეალობაში და იქნება SMS-ი, იქნება ზარი, იქნება შეტყობინება, რომელიც გაუწყებთ, რომ კიდევ ხომ არ ვცადოთ, კიდევ ხომ არ დავიწყოთ. და მგონია, რომ აქ შანსი მოგეცემათ განაახლოთ ურთიერთობა და მე მინდა რჩევა ამოვიღო თქვენთვისაც მეორე ვარიანტი. აი აქაც დასაწყისი კიდევ ერთხელ. არჩევანის საშუალება გეძლევათ თქვენ და გეძლევათ შანსი, რომ ახლავე არა მეგობრებო, რამოდენიმე ხანი გავაკეთე, იმიტომ რომ ვარსკვლავის არკანი ამ წუთას არ ხდება და დრო ჭირდება ამას, მაგრამ აუცილებლად შანსი მოგეცემათ მეგობრებო, რომ თქვენ გააკეთოთ არჩევანი და თქვენზე იქნება ეს არჩევანი. თქვენ როგორც ჩათვლით სწორად და როგორც თქვენ ჩათვლით, რომ თქვენთვის იქნება მისაღები, ისე უნდა გააკეთოთ. ან აირჩიოთ ახალი გზა, ან დაიწყოთ ისევ სცადოთ თავიდან და აქ ტაროც გირჩევთ, რომ არჩევანი თქვენ თვითონ მოგანდოთ, რადგან აქ გაქვთ შანსი, რომ აწყოთ ყველაფერი და აი პირველად რაც ვახსენე, აი ამ გაკვეთილები, რაც თქვენ გაგივლიათ, ხო? უშედეგო არ იყო. თქვენ მგონია, რომ უკვე ხვდებით, სად იყო შეცდომა, ვისი მხრიდან იყო და როგორ უნდა დააბალანსოთ ეს ყველაფერი. ახლა არ იცით რეალურად როგორ და რას გააკეთებთ, მაგრამ გეძლევათ შანსი და მე ვფიქრობ, რომ თუ პატარა ემოცია კიდევ გაქვთ, თუ სიყვარული არის შემორჩენილი თქვენს გულში, უნდა შეინარჩუნოთ ბალანსი, მაგრამ მგონია, რომ ღირს, რომ კიდევ ერთხელ სცადოთ. მე კი წარმატებებს გისურვებთ და მეორე ვარიანტსაც დიდი სიყვარულით დაგემშვიდობებით და დაგელოდებით კომენტარებში. გრძნობთ თითოეული თქვენგანის ენერგიას და მეც გიგზავნით აქედან ძალიან დიდი სიყვარულის და პოზიტივის ენერგიას ჩემო ძვირფასებო. მიყვარხართ, დროებით გემშვიდობებით.